თბილისის ერთ-ერთი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს სიახლეებით ხვდება. სტუმრებს ბაღში გადაადგილება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, ელექტრომობილებით შეეძლებათ. ტრანსპორტი მათ ბაღის შესასვლელიდან ბოლო გაჩერებამდე მოემსახურება, რაც ტერიტორიაზე კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. რამდენიმე დღეა თბილისში ვარ, ბოტანიკური ბაღი ნამდვილად შესანიშნავია. აქ ელექტრომობილით გადაადგილება ნამდვილად კომფორტული აღმოჩნდა. ბაღის ტერიტორიაზე 10 ელექტრომობილის გაჩერება განთავსდა. 10 ტურისტული რუკა კი მთავარ მარშრუტზე. ბოტანიკური ბაღის შემოსასვლელიდან ბოლო გაჩერება პატერამდე დამონტაჟდა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდას, ბევრად კომფორტული იქნება ბაღში გადაადგილება, საინტერესო სივრცეების ნახვა, ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და უნიკალური მცენარეების საკოლექციო ნაკვეთების ახლოდან ნახვა. ელექტრომობილები კომფორტულ გადაადგილებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაც უზრუნველყოფს. თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაა. ამ მიმართულებით კი კახა კალაძეს არაერთი სიახლე აქვს დაგეგმილი. ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის გათვლილი ელექტრომობილი უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას, რაც ბაღის უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთებსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ხელმისაწვდომს ხდის ყველა სეზონზე. ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას. სივრცის ინკლუზიური და მდგრადი განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა და მეტი კმაყოფილი ტურისტი. ესაა მიზანი იმისთვის, რომ ეროვნული ბოტანიკური ბაღი თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს.